გაიხელა კაშაპია თუ რა. მოგესალმებით, მეგობრებო, კაშაპზე გამოვედი. სათევზაოდ ისევ ცოტა ესეთი ამინდი იყო, აი მოიღრბლა, იწვიმა და ამ ნაწვიმარის მერე იქნება გააქტიურდეს კაშაპი, რადგან ძალიან სიცხე იყო, რასაც ქვია, აი აუტანელი, იქნება ჟანგბადი მოემატოს წყალში და იჭირებოდეს კაშაპი. მოვსენჯავ ახლა რა გამოვა და თავადაც იხილავთ. არის რაღაც პატარა სულპაწუა. აი ამ ხელა სატყვარაზე ჭირება ამ ხელა შამაიები თეთრულა. ხო რაღაც ჩარტყმა, მაგრამ არ დაიჯდა. აი კიდევ სად აიღო ამ ხელა ყოფილა პასიურობს კაშაპუნა მაინც კაშაპი აჟდა ერთ სპორტული ზომები მოდის იქნება დიდსაც გამოვკრა ხელი ამ ხელა კაშაპუნა გავაგზელებ ახლა ნახოთ აბა კიდევ თუ იქნება რამე კაშაპი პასიურობს, რასატყვარა ავცადე, მაინც არ მოდის. შევინაცვლე ახლა ადგილს. იქნებ სადმე აქტიური კაშაპი გამოვიჭირო რა. არის პატარა კაშაპი პატარა კაშაპა კაშაპი ამ ხელა ზომა პასიურა კაშაპუნა მოდი კარგად მიწეს წინააღმდეგობას არა დიდი აჰა სულად გამოეცა ვარა კი თავიდან აიღო და მე უკვე მაცა ცოტა დაიზიანა თავი ამბოთე ხელა კაშაპუნა ნახავ ხა კიდევ მოუსინჯავ აბა თუ არის შენი მეგობრები აქ
ერთი ქაშაპუნა დამიჯდა. კიდევ ერთი. მაგრამ ერთი სამკავი ძალიან ჩაღლაპა ძალიან. ყოფილა კიდევ ამის მეგობარი აქ. პასიური ქაშპები გააქტიურდნენ თუ როგორაა თქვენი საქმე? აი მზემას გამოანათა, იქნება გააქტიურდნენ ჩვენი ქაშპები. და რა პასიურობენ ძალიან. ჩადის ხანდახან, ამოდის მზე და ფარება ღრუბლები რა. ნახოთ აბა რა სიზამე. აი იყო რაღაც ჩარდმა. უჩანს რაღაც ესე პირი რომ გააქტიურდა ქაშაპი. რაღაცნაირად პასიურობდა ძალიან და ახლა რაღაც ჩარტყმები იყო რა მოდენმეჯან ჩავაგდა და კარგია თუ დაიწყებს აქტიურობას. იქი რაღაცა კაი ხელა არა ყოფილა დიდი მაგრამ რა ვიცით ნება სიკეთ და მაგრად ურტყავს რასაც ქვი ვიცი ალბათ დიდი რო დაждდეს არა დიდი არა კაი ჩარტყმეს აკეთე ხელა მაინც რასაც ქვია იმ ხელას თქვენ თვითონაც დაინახეთ ალბათ ძალიან მაგრა ჩავარტყა. კარგია რომ გააქტიურდა ქაშაპი, გავაგრძელებ ახლა. არ დავკარგავ დროს. კაი ხელა ქაშაპია თუ რა აუ ეს რა დავიჭირე პროსტო აუ რა ნაი ჩარტყმა ქონდა პროსტო რომ იცოდეთ რა აუ ნახეთ რა ოპლერზე დაждდა ოპლერზე დაждდა კარჩხა აუ რა მაგარია ჩი ჰე და ხელა ძალიან სასიამოვნო იყო დაჭერა ამ თევზის ახლა რასაც ქვია კარჩხანა რო დაგიждდება ეს სპინინგზე ძალიან მაგარი შეგრძნება რა პირველად დავიჭირი ახლა კარჩხანა სპინინგს დასავლეთში იშვიათად ხდება ეგეთი რაღაცეები და ველურ პირობებში სადაც თევზს არ ახარებენ აი დამიждდა ეს თევზი ნახავ ახლა გავაგრძელებ კიდევ კარჩხანები თუ მევიდათ აი სუფთა სატაფე თევზი მაგარი იყო კარჩხანა სპინინგით რა ესე აი ამ ბუჩკდან იდგა სადღაც ახლოში და ისე უცნაურად აიღო აი ქორჭილამ რო იცისე კიდევ უფრო უცნაურად რა სულ სხვანაირი ჩარტყმა ქონდა და მე დამიწყო უკვე წინააღმდეგობა რა ძალიან მაგარი იყო რამტაცებელს რო დაიჭერ მაინც სპინინგი სხვა დღეს დავიჭირეთ კიდევ თეთრულაც თურაც არის და ეს კარჩხანა ახლა დაგვიждდა კიდე ძალიან კარგი ვაგრძელებთ აბა თევზაობას და რავი კიდევ რა იქნება ვნახოთ
აი გადავერთე ქაშაბზე და ქაშაბიც კიდევ ერთი სტუმარი მოკლედ დღეს სხვადასხვა თევზის დაჭერის დღეა აგერ დაგვიჟდა კარჩხა ეს რა ქვია ქორჭილა ქორჭილას დაგვიჟდა გააქტიურდა თევზი მოვლერი მუშაობს კანკალას რატომღაც პასიურობს არ და ხანდახან ისე იჭირება ხო რა ვიცი ჯობია საერთოდ მოვლერსაც და ყველაფერს ახლა რატომღაც დღეს იპასიურა ხოდა კიდევ რა იქნება არის კიდევ ერთი აი ასტე ეს ქაშაპი შიგიმა გაჩერდი ქაშაპი და შიგიმა ეს არის მეგობრებო ჩემი ასე თქვათ გადაკეთებული შიგიმა გადავღებე სხვა ფერში და ეს ფერი მომწონს კამიონის 06 ფერია თუ არ ვწდები ძალიან მომწონს ეს ფერი შევღები ასე ზე ცოტა რო გამოანათა ცოტა საღამოსკენ გააქტიურდა თევზი თორა მანამდე ძალიან პასიურობდა ნებისმიერ აი ქორჭილას გააქტიურდა კარჩხანა ხო დავიჭირეთ ქაშპები ხო გააქტიურდა ყველანაირ თევზი გააქტიურდა მე თავიდან პასიურობდა მორჩა თავა თევზაობას და რავი აი თევზაობა გამოგვივიდა სხვადასხვა თევზის ჭერა ობლერმა ივაშკაცა ლეგენდალური შიკიმა ორიგინალი ons გადაღებულ ფერში არ ქონდა საერთოდ ფერი სხვანაირი ფერი იყო და ასე ფერში 06 კამიონის ფერში შევღებე ძალიან მომწონს ეს ფერი ეს იყო ვისაც მოგეწონათ ვიდეო მოიწონეთ გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი ვისაც არა გამოწერეთ ჩემი არხი ბევრ საინტერესო ვიდეოები იქნება კიდევ მომაგრეთ